ხალბატონ ზიას და სხვებს და სხვებს, ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს და ასეც იქნება. შეუძლებელია სხვანაირად იყოს ამ ფაზაში, რა ფაზაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გული ცხოს ვერ პატიმრობას. ესეც სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, არა დავუმალოთ ეს სიმართლე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოქმედებს ძლიერის პოზიციიდან. მას უბრალოდ სხვა რამე აღარ აქვს სხვა მექანიზმი, სხვა მეთოდი თავისი ძალის, არ ვიცი, დემონსტრირებისა ან პროტესტის ჩახშობისა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მისი ან არამისი ამომრჩეველი დემონსტრანტი დაარწმუნოს რაიმე ტიპის მოკლედ მოსაზრებაში. ეს ძალა მას დაკარგული აქვს, ეს ძალა მას ჰქონდა. მის პროპაგანდასაც, მე ჩემ აზრზე ვჩები, მოჭიდება ნამდვილად აქვს დაკარგული. უბრალოდ ვინც გახდა ამ პროპაგანდის მსხვერპლი, ის რჩება როგორც ჩანს სამუდამოდ, რაღაცა ნაწილი შეიძლება ვიცნათ, მაგრამ უმრავლესობამ პოზიცია შეიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი მილიონობით დოლარს და ევროს ხარჯავდა პროპაგანდის გაძლიერებაში. სხვა გზა რომ არა აქვს, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ხარება და მისი თანამებრძოლები, შავნიღბიანები, რომლებიც დისკომფორტს გრძნობენ, ეხლა სხვანაირად, ეხლა ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან ეთერის მიღმაც ხო ყველა ადამიანს არ დაიფარავ ამ სახეს. არ დაიფარო, შენ თუ მართლა გავს განცდა, რომ კანონს ემსახურები და საპოლიციო წესრიგს ამყარებ, ანუ მართ წესრიგს ამყარებ, საქმიანობ როგორც პოლიციელი, მე რო პოლიციელი ვიყო და წესრიგს ვიცავდი, დასამალი რა მაქვს, პირიქით, საამაყოა, წლის ბოლოს იქნებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის კონკურსში გაიმარჯვოს, არ ვიცი, როგორც ყველაზე მოწესრიგებულმა, არ ვიცი, პოლიციელმა, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამ გზაზე წარმატებას როგორ შეიძლება მიაღწიოს ივანიშვილმა რამდენი ასეული ადამიანის დაპატიმრებით. არანაირი სამართლებრივი ლოგიკა აღარ არსებობს, ისეთ პატიმრობებს აქვს ადგილი. ახლა არანაირი სამართლებრივი ლოგიკა არ იყო არც გიგის, არც დიმას და არც ხვების დაპატიმრებაში. არანაირი, ხო? ჩემს ნუ ეს ფორმალურად დღემდე ვითოლებოდი იმ პარლამენტში დეპუტატად და იმუნიტეტი მიცავდა, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა. ხო, კი ბატონო. საერთოდ არ ქონდათ უფლება დაკავების. მაგრამ ნუ აქ სამართლებრივ ლოგიკას არავინ აღარ ეძებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აქ ივანიშვილი ძლიერდება. მე მგონია, რომ აქ ივანიშვილი სუსტება. სუსტება უბრალოდ ცუდი მხარე ამ ყველაფერს აქვს, პატიმრობები, რა თქმა უნდა, ადამიანების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მაგრამ ამას ვერ გავექცევით ამ ბრძოლის ფაზაში. თუმცა მალე დავიხსნით ამ პატიმრებს, ვინც უკანონოდ არის. ჩვენ უბრალოდ არ უნდა მივცეთ ივანიშვილის შესაძლებლობა ეკა სპრინტულ ბრძოლაში გადმოგვიყვანოს. სპრინტული ბრძოლა უნდა მას გაიმართოს ამ ეტაპზე. ჩვენ ვართ მარათონულ ბრძოლაში, რომლის უდიდესი ნაწილი მანძილი დაფარული გვაქვს ივანიშვილს გაცნობიერების პოზიციებში დრო მუშაობს ჩვენზე. კი, მე დრო მუშაობს ჩვენზე. ეს ივანიშვილს აქვს კარგად გაცნობიერებული, მათ შორის ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ახლა ფეხს იკიდებს, მისი რბილად ვამბობ უგუნური პოლიტიკის გადამკიდე. კი, შეუძლებელია ის ამას ვერ ხვდებოდეს. საერთაშორისო იზოლაცია რომ ფართოვდება, ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება. შიგნით პოლიტიკური კრიზისი რო ღრმავდება, ესეც უფრო მკაფიო ხდება. ეხლა 100 დღიდან 90 დღე უკვე მე მგონი გავიდა, უთხრეს რომ ევროპული საბჭოდანაც მოგიწევთ გასვლა, საიდან გასვლა არ უნდოდა და წულუკიანი და მეგობრები ყავდა მივლენილი, რომ იქნებ ეს არ მომხდარიყო, ხომ? სანქციები დაანონსებულია, სანქციები კიდევ უფრო გამკაცდება. დღეს იყო პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან და ცხადია ისინი შესაბამის ნაბიჯს. უახლოესი და მისი ელიტარული ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებიც უმძიმესი ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ მოექცევიან და ბრიტანული ვაპატია დიახაც თუ ვინმე იგრძნობს ეფექტს სანქციებს, ეს იქნება კარის ბიზნესმენი. აბა ეხლა ხარებას, რომელსაც როგორც ირკვევა, რომელიც ისაც დასანქცირებულია. საერთოდ დეკლარირება, საბანკო ანგარიშზეც არაფერი არ უდეს, როგორც ჩანს, დასანქცირებულია ისედაც გომელაურეს, მაგრამ ბიზნესმენი, კი ბატონო, ივანიშვილის კარზე დაბადებული აღმოცენიდან მერე, ასე თქვა, შეზრდილი, ხო, ბიზნესმენისთვის შეუძლებელია შენ მოექცე საერთაშორისო სანქციის ქვეშ და შენ
არ განადგურდე როგორც და სია შეძლებული მილიონერი ადამიანი. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ ეს მას აწუხებს. ეს მას დიახაც და მე იმედი მაქვს ძალიან ცოტა ხანში გაირკვევა იმ სიაში ვინ სამართლიანად არის, ვინ შეცდომით ან რაღაცა სხვა ძალების მიერ, ასე ვთქვათ, მოხვედრი ძალიან სწრაფად მე ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ძალიან სწრაფად. შეიძლება მაქსიაში იყოს ცვლილებები, იმიტომ რომ იქ იყო რამდენიმე გვარი, მაგალითად ირაკლი გილაური, ნიკა გილაური. ნუ მე პირადად ახლა ირაკლის არ ვიცნობ. ნიკასთან რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მეგობრობთ, გვაქვს ხედვა ერთადერთი მომავალთან დაკავშირებით, მე პირადად მინდა მჯეროდეს და დარწმუნებულიც მინდა ვიყო, რომ ის იქ არ იქნება და ამას ვიხილავთ. კი ბატონო. ამას იქ ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა სვიცნობთ და ირაკლის არ ვიცი, ხა საქართველოა და ოჯახის წევრები არიან, ერთმანეთი უყვართ, ძმები არიან და ძმა-ძმა ნამდვილად ანუ თქვენ გაქვთ ძმა-ძმას არ დაგოს. თვით ბოლოდინიც მაქვს, სურვილიც არის და ეს საზოგადოება ნახოს ვინ არის რეალურად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი და ვინ არის ივანიშვილის რეჟიმის გამაძლიერებელი წლების განმავლობაში. ხო, სულ რომ ჩემი ბიძაშვილიც იყოს, ბუნებრივია, ხა ვერავის ვერ მოუწონა ვერც მე და ვერც თავად ნიკაც, ხო? ამიტომ ძალიან მალე ამას ვიხილავთ, მაგრამ მე ჯერა იქ სანქციები შეეხება რეალურად ივანიშვილის რეჟიმის გამაძლიერებელ და მკმებავ მასაზრდობელ ადამიანებს და არა სხვადასხვა ძალების მიერ იქ რაღაცა ჩაწეულ. ნიკა, მე ვახსენე, რომ ივანიშვილი აძლიერებს რეპრესიებს, აძლიერებს დიქტატურის დაკანონებით ეგრეთ წოდებული